მეგობრებო, როცა გიგზავნით ხოლმე შეკვეთებს, უმრავლეს შემთხვევაში საჩუქრად ვატან ხოლმე, ვაყოლებ ხოლმე სურნელოვან ჭხირებს, რამდენიმე ცალს. და ზოგჯერ ზოგიერთი ადამიანისთვის ეს არის პირველი შეხება სურნელოვან ჭხირებთან და მე მწერენ ხოლმე, რომ რა უქნათო ამასო, რა რისთვის გამოიყენებაო და რას ნიშნავსო საერთოდ. პრაქტიკულად, უბრალოდ ტექნიკურად როგორ უნდა დაანთოთ, მე ცეცხლი ჩააქროთ და ისე რომ იკმევა ეგ ყველაფერი მაქვს ერთ-ერთ ვიდეოში და შეგიძლიათ ნახოთ ჩემს გვერდზე, მაგრამ უშუალოდ დღეს მინდა გითხრათ თუ რისთვის გამოიყენება, რატომ ვანთებთ საერთოდ ამ ჭხირებს. მე რამდენიმე დანიშნულებისთვის ვანთებ ხოლმე და მე მოგიყვებით ჩემს შესახებ, ანუ ჩემი დანიშნულებების შესახებ. ესე იგი, ნახეთ, ყოველ მათგანს ჯერ მარტო ეს ვთქვათ, აწერია სხვადასხვა რამ, ანუ სხვადასხვა სურნელს აფრქვევს. ზოგიერთი არის ყვავილების, ზოგიერთი არის ხის, ზოგიერთს აქვს უფრო ისეთი მედიტაციურ მდგომარეობაში გადაყვანის ფუნქცია, მოდი ასე ვთქვათ, და მედიტაციის და ვარჯიშის დროს ანთებენ ხოლმე. მე ხშირ შემთხვევაში მომწონს სიამოვნებს მიყვარს ზოგადად არომათერაპია და არომათერაპია კიდე სხვანაირად რომ მოვთარგმნოთ, აი ხო გქონიათ შემთხვევა მაგალითად, რომ რომელიღაცა კონკრეტული სურნელი გახსენებთ ცხოვრების რომელიღაცა კარგ ფაქტს. მაგალითად რომ ვთქვათ, აი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე გაზაფხულზე წვიმა რომ მოდის და მე მიწას რო სურნელი აუვა, აი იმ სურნელს გადავყავა ბავშვობაში მაგალითად. ან ატმის სურნელს, გარგრის, არ ვიცი, აი ეს რაღაცები ჩემში იწვევს ხოლმე რაღაცის გახსენებას, ხო და აი ესე მუშაობს რა, ანუ ჩვენი გრძნობის ორგანოებს რაღაცა რო ეხება და ეს ერთ-ერთი გრძნობის ორგანო ხო არის ჩვენი ყნოსვა და როდესაც შეიყნოსავთ რაღაცა სურნელს, შეიძლება გადაგიყვანოთ რაღაც მდგომარეობაში და თერაპიულად იმოქმედოს. ასევე ნეგატიურადაც ესეც შეიძლება რაღაცა გაგახსენოთ ცუდი. ამიტომ აი ესეც რაღაც საკუთარ თავში მეტად ჩაღრმავების შესაძლებლობას გვაძლევს არომათერაპიაც რა. ამისთვის გამოიყენება, რომ უფრო მეტად მიხვდე რა გაწუხებს, რა გიყვარს, როდის გრძნობ თავს კარგად, როდის ცუდად. ანუ ეს საკუთარი თავის შეცნობის ერთ-ერთი შესაძლებლობაც მგონია მე პირადად. ხო და შეგიძლიათ უბრალოდ სურნელით დატკბეთ და ისიამოვნოთ. ასევე მე მაგალითად ყურებაც ძალიან სიამოვნებს ხოლმე მით უმეტეს, როდესაც ესე დაანთებ და ზევით ბარიერი თუ აქვს ამ კვამს, რომ ადის მე ეს გვერდებზე იფანტება და ყურებაც კი ძალიან მამშვიდებს და მსიამოვნებს და ვინც ჩემნაირად ხართ, შეგიძლიათ თან უყუროთ და თან იყვნოსოთ და გადასარევია. ასევე მეგობრებო, შეგიძლიათ რომ უბრალოდ სახლში ან ოფისში, სადაც მუშაობთ და ბევრი ხალხი ირევა, ან ვიღაცა შეიძლება ნეგატიური ენერგიისა და ხასიათის ადამიანი შემოვიდეს და მაშინ ვეტყობა ხოლმე გარემოს, რა ვიცი, ვინც გრძნობთ, კიდე მეთანხმებით, შეგიძლიათ მერ დაანთოთ და გაწმინდოთ გარემო და შეეტყობა იმ ნეგატიურ ველს გაფანტავს. ან შეიძლება გამოიყენოთ ასევე ბუნებრივი ქვების გასაწმენდად, დასამუხტად, დაანთებთ და ბუნებრივ თქვენ სამკაულს, ბუნებრივი ქვის დამზადებულს გადაატარებთ. ასევე როცა მუხტავთ და რაღაც პროგრამას უტვირთავთ, ასე ვთქვათ და ააქტიურებთ თქვენს მინერალს, შეგიძლიათ მაშინაც გამოიყენოთ, უფრო მეტად გაააქტიურებს, იმიტომ რომ ჰაერის სტიქიასთან ასოცირდება სიმბოლურად. ხო, აი ეს გამოყენებები აქვს რა, გააჩნია ვინდისთვის გამოიყენებთ. კიდე მინდა გითხრათ, რომ რატომ მოვიმარაგე ხელში, რატო დავიჭირე, რომ ჩემთან შეგიძლიათ შეიძინოთ კიდევაც უბრალოდ მხოლოდ ჭხირებიც, გარდა ბუნებრივი ქვებისა და სამკაულისა. სხვადასხვა ახალი მარაგი უნდა შეივსოს, ახლა ორშაბათს ან სამშაბათს უკვე იქნება ჩემთან. ჩამოგითვლით, ესენია პალო სანტო, სანდალი, იქნება კიდე აი ეს ჟასმინი, ლავანდა, მუშკი იქნება, პაჩული იქნება. ჩემი ფავორიტები არის პაჩული, მუშკი და სანდალი, ძალიან მიყვარს. ძირითადად აქვს ძალიან ისეთი ინტენსიური სუნებიც აქვს ზოგს და ზოგს უფრო ისეთი მსუბუქი. თქვენ უნდა გადაწყვეტოთ, რომელი მოგწონთ. სურნელი ძალიან ინდივიდუალურია რა. რაც შეეხება წარმოშობას ამ ჭხირების, არის ინდური ბრენდი არის ჰემი, პრემიუმ ხარისხის ჭხირებია მართლაც, აი მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ უკარგესია ყოველდღევანდელ ხოლმე ჩემთან სახლში და განწყობას ნამდვილად ქმნის. მით უმეტეს, როცა დაალაგებთ, გამოწმენთ სახლს, გაანიავებთ და მერე დაანთებთ, აი ერთი სიამოვნებაა, მოკლედ რო გითხრათ. ხო და მეგობრებო, 20 ცალი დევს თითოეულ შეკვრაში.
თითოეული სურნელი დაახლოებით ჭხირი დაახლოებით იკმევა ხოლმე 40 წუთის განმავლობაში და 7 ლარი გახლავთ ფასი. თუ დაინტერესდებით და მოგინდებათ, ზოგადად ონლაინ იძენთ უმრავლეს შემთხვევაში ნივთებს და მერე გიგზავნით ხოლმე მისამართზე. თუ თავად გსურთ რომ მობრძანდეთ და სუნები თავად შეარჩიოთ, შეგიძლიათ მეწვიოთ სახელოსნოში გიორგი ბრწყინვალის 54 ნომერში. და ასევე ამ ჭხირებს ჭირდება ესეთი დასადგამი, აი აქ ჩაერჭობა ჭხირი, ესე დიაგონალურად არის მერე მიმართული და როცა იწვება ეს თავისი ფერფლი ჩამოდის აი აქ და არ ანაგვიანებს ასე ვთქვათ გარემოს და კომფორტულად იწვება თანაც. ამისი ფასიც გახლავთ 7 ლარი ხის ბუნებრივი მასალისგან არის ესეც. აი ამის თქმა მინდოდა. ასე გამოიყენება ბუნებრივი ჭხირები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.